დღეს 5 აპრილია თქვენ უყურებთ კურიერი პიეს სანდრო კაჭახიძესთან და ავთო გვასალიასთან ერთად საღამო მშვიდობისა არჩევანი რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალს განსაზღვრავს სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ახალ პატრიარქს აირჩევენ ზუსტი თარიღი უცნობია თუმცა ცნობილია რომ მაღალი იერარქები წმინდა სამების ტაძარში სინოდის მიერ გამორჩეული 3 კანდიდატიდან ერთს აირჩევენ პატრიარქის მიტრას დაიდგამს ის ვინც უმრავლესობას მინიმუმ 20 ხმას მოიპოვებს. პროცედურა მკაცრად გაწერილია. კანდიდატი უნდა იყოს მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, ეკლესიის მართვის გამოცდილება და აკმაყოფილებდეს ასაკობრივ ზღვარს. თუ საეკლესიო დებულებაში სინოდი მომდევნო სხდომაზე არაფერს შეცვლის, პატრიარქობისთვის აუცილებელი ასაკი 40-დან 70 წლამდე დარჩება. თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 3-ს ექნება შესაძლებლობა პატრიარქობისთვის იბრძოლოს. სწორედ ეს 3 კანდიდატი წარედგინება გაფართოებულ კრებას, სადაც საბოლოო არჩევანი გაკეთდება. კენჭისყრა ფარულია და გადაწყვეტილებას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. ეკლესია აქტიურად ემზადება. უკვე შექმნილია სამანდატო, ხმის დამცვლელი და სარედაქციო კომისიები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესის გამართულად ჩატარებას. ვინ გახდება საქართველოს ეკლესიის ახალი წინამძღვარი ხათუნო გაგნიძის და ლუკა ჩადუნანის რეპორტაჟი. პატრიარქს აქ სამების ტაძარში აირჩევენ. ილია მეორეს კურთხევით აგებულ ტაძარში, სადაც უწმინდესი მთელმა საქართველომ დაიტირა. საქართველოს 60 ქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი 152 პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე აირჩევს. პატრიარქის გარდაცვალებიდან 60 დღის ვადაში. საეკლესიო კრების გამართვის ადგილი მღვდელმთავრებმა 3 აპრილს წმინდა სინოდის სხდომაზე შეარჩიეს. მოსაყდრე მეუფეშიოს მიწვევით პატრიარქის დაკრძალვის შემდეგ ეპისკოპოსები პირველად შეიკრიბნენ. ვიდრე პატრიარქის არჩევნებისთვის საორგანიზაციო სამზადისს დაიწყებდნენ უწმინდესისთვის ილოცეს. სხდომის დასაწყისში მეუფეშიომ ბევრი ისაუბრა პატრიარქის ღვაწლზე. არნახული სიყვარულის გამოხატვისთვის საქართველოს მადლობა უთხრა. მღვდელმთავრები დახურულ კარს მიღმა 6 საათის განმავლობაში ბჭობდნენ. სინოდის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საპროცედურო და საორგანიზაციო საკითხები, რომელიც შედგომ სინოდზე უნდა იყოს კიდევ განხილული და საბოლოოდ იქნება მერე კანდიდატების გამორჩევა. ძალიან ცივილიზებულ შვიდ გარემოში მიმდინარეობდა. გამოთქი ჩვენი აზრები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ძირითადად განხილვა მოხდა პროცედურული საკითხების, როგორ უნდა ჩატარდეს ეს იქ მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით. კანდიდატების გამორჩევისას სინოდი 1995 წელს შემუშავებული მართვა-გამგეობის დებულებით იხელმძღვანელებს. კრიტერიუმები ასეთია: საქართველოს ეკლესიის საჭეთ მპყრობელი უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება. ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა. უნდა იყოს ბერი. 3 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა ამ კრიტერიუმებზეც იმსჯელეს. განათლების თემასთან დაკავშირებით რაღაც ესეთი განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ესმის ჩვენ აქ მსჯელობა უნდა ითვლებოდეს თუ არა 71 წლამდე მიღწეული ადამიანი უნდა ითვლებოდეს თუ არა ამ კატეგორიაში, რომელიც აკმაყოფილებს თუ არ უნდა იყოს. ეს ორი პოზიცია არის, ამაზეა ჩამოსაყალიბებელი შემდგომში ეს მსჯელობა. საკითხი დგას ასე, რომ დებულებაში წერია 200-ოვნად. გარკვეულწილად 200-ოვნად წერია და ანუ მანამდე საუბარი იყო იმაზე, რომ აი თქვათ როგორ უნდა გავსაზღვროთ ჩვენ 70 წლამდე თუ 70-დან თქვათ 71-მდე. მომავალ სინოდის სხდომაზე ჩვენ ამ საკითხს გავივლით
იქვე დასახელდებიან კანდიდატურები. სინოდის კიდევ ერთი სხდომა საპატრიარქო არჩევნებამდე. სავარაუდოდ 24 აპრილს ჩატარდება. ამ დღეს 39-მე ეპისკოპოსმა პატრიარქობის 3 კანდიდატი ფარული წესით უნდა შეარჩიოს. ფარულად ჩატარდება არჩევნებიც. გაფართოებულ კრებაზე კანდიდატმა ხმათა ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. თუ კი ასე არ მოხდა, განმეორებით კენჭისყრაში 3-დან ის 2 კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პირველ კენჭისყრაზე მეტ ხმას დააგროვებს. სინოდმა 3 მარტის სხდომაზე 3 საარჩევნო კომისია შექმნა. დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას. წმინდა სინოდის მომავალ სხდომამდე მმართველმა მდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის სხდომაზე დასამტკიცებლად. სამების ტაძარში პატრიარქის არჩევნებს 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ეპარქიების, სასულიერო აკადემიების და სემინარიების წარმომადგენლები. მათ შორის იქნებიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები, ქალები და კაცები. მიწვეულ სტუმრებს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვთ. ამ 2000 ადამიანს იქნება სათათბირო ხმის უფლება და არა ესე იგი არჩევნები. იმის შემდეგ, რაც წარმოადგენს 3 კანდიდატს აი ამ გაფართოებული კრების წინაშე, რიგრიგობით უკვე რეგლამენტით, ძალიან მცირე იქნება ეს რეგლამენტი, მოვისმენთ ადამიანების აზრს. როდესაც ამ კანდიდატს წარმოადგენთ, გამოჩნდება ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ ეს ერთი და კიდევ მე არ გამოურიცხავ, რომ ჩვენ ამ კანდიდატებზე რაიმე ახალი შევიტყოთ. თანამ კენჭისყრა იქნება, ჩვენ ამ დელეგატებს მოусმენთ მანამ. ამის შემდეგ იქნება ფარული კენჭისყრა, ეპისკოპოსები მიიღებენ მარტო სინოდის წევრები მონაწილეობას. ვინ იქნებიან კანდიდატები? ცნობილია, რომ 39 მღვდელმთავრიდან 3 შეირჩევა. ერთ-ერთი შესაძლოა მეუფე შიო იყოს, პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრე. ასეთია თეოლოგის მოსაზრება. რადგან პატრიარქმა თვითონ თავის სიცოცხლეში ჯერ კიდე 2017 წელს ის შეარჩია როგორც მოსაყდრეთ, პატრიარქის გარკვეულ ასე ვთქვათ მოვალეობებს ასრულებდა ამ წლების განმავლობაში. ამ ფაქტორს ალბათ გაითვალისწინებენ სინოდის წევრები. 3-ვე იქნება ღირსეული კანდიდატი. ორმაგად მძიმეჯვარი იქნება, ვინაიდან თქვათ, პატრიარქის, რომელსაც ამ ხელა ავტორიტეტი ჰქონდა, მას მერე პატრიარქობის, ასე ვთქვათ, ტვირთვისაღება იქნება ძნელი. ცხადია, მას არ ექნება ისეთივე ავტორიტეტი, როგორც პატრიარქ ილია მეორეს ჰქონდა. საჭეთ მპყრობლის სასურველ კანდიდატებზე საუბარს ეპისკოპოსები ერიდებიან. თუ სინოდის წევრია, თეორიულად ყველა შეიძლება იყოს კანდიდატი. ყველა მდელმთავარს ეკულება, რომ ესე იგი თავისი აზრი კონდეს. არის რამდენიმე მდელმთავარი, ვისაც მე მოვიაზრე. ამათ შორის მე გავაკეთებ არჩევნებს. ახლა მთელი ინტერესი სინოდის მომავალი სხდომისკენაა მიმართული. მღვდელმთავრები საპატრიარქო კანდიდატებს ფარულად აირჩევენ. მანამდე ყველას ურჩევენ, რომ პროცესს ცივილურად დააკვირდნენ. ჯგუფები რომ არის ესეთი მზათარიან ყველაფერი აკადრონ ვინმეს და აუცელონ და რაღაცა ეს თქვათ ან სიმპათია გამოხატონ ან ასაცინააღმდეგო. ზოგადად ჩემი მოწოდება არის იყავით ცივილიზებული ადამიანი. ხა ის ესე ფიქრობს. საზოგადოების მიმართ ერთადერთი მოწოდება იქნება რომ ილოცეთ. ლოცვები იკითხონ, სამონები იკითხონ, რომ სიმშვიდე იყოს. 49 წლის შემდეგ პირველად საქართველოს ახალი პატრიარქი ეყოლება. მისი ინტრონიზაციაც სვეტიცხოველში შედგება, ისევე როგორც 1977 წელს, როცა 44 წლის ილია შიოლაშვილი აღსაყდრდა. საკმარელო საქართველოს სამწყსო მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი ამავე დროს საპატიო აღსაყდრდა და ეპოქა შექმნა. საქართველოს ეკლესია ნანგრევებიდან აღადგინა. 15 საუკუნოვანი ავტოკეფალია დოკუმენტურად დაადასტურა. ადამიანები ტაძრებში დააბრუნა. გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა გააერთიანა. მომავალ პატრიარქს კი აქ აირჩევენ უწმინდესის კურთხევით აგებულ ტაძარში, ტიტულის მძიმე ჯვართან ერთად. 151 პატრიარქმა 152-ს უდიდესი პასუხისმგებლობაც უანდერძა. ამის შემდეგ ვერავინ ვერ გაბედავს საქართველოს ეკლესიის დამყრობას.